ხართ. მოდი ვნახოთ ეხლა თქვენ რა ენერგიებში ხართ და როგორ ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. რა ენერგიებში ხართ ეხლა თქვენ და რა ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ იცით ახლა როგორ ენერგიებში ხართ? თითქოს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აი გონებით კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ ყველაფერი, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. შესაძლებელია როგორი შეგრძნება გქონდეთ, იცით? თითქოს თქვენს გზაზე გინდოდეთ წასვლა, აი რაღაცნაირად ზოგჯერ შესაძლებელია გქონდეთ ისეთი განცდა, რომ გინდათ ყველანაირი პრობლემა, რაც თქვენთან არის, ანუ არ იფიქროთ რა ამ პრობლემაზე და ყველაფერი უკან მოიტოვოთ და წინ წახვიდეთ. რაღაცნაირად მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოხვიდეთ იმ გამოუვალი სიტუაციიდან, რაშიც შეიძლება გრძნობდეთ თავს. აი თითქოს რაღაცნაირად მაინც თითქოს ღმერთის იმედი გაქვთ და რაღაცნაირად შეგრძნება გაქვთ იმის, რომ რაღაცები გამოსწორდება და კარგად იქნება. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი იყოთ ისეთ ენერგიაში, რომ სადმე წასვლა გინდოდეთ. ან ზოგიერთი შესაძლებელია ელოდებოდეთ თქვენს ადამიანს, რომელიც დიდი ხანი არ ჩანდა და თქვენ კიდევ მას ელოდებოდეთ. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი იყოთ ისეთ ენერგიებში, გინდოდეთ სადმე წასვლა და დროის კარგად გატარება, აი თითქოს რაღაცნაირად ემოციებით და ენერგიებით შესება შესაძლებელია გინდოდეთ და შესაძლებელია ფიქრობდეთ ამაზე. აი იცი როგორი მით, ანუ თითქოს გინდათ სადმე წახვიდეთ, სადაც თავს იგრძნობთ კომფორტულად და კარგად, აი სადაც აი თითქოს იცი როგორი შეგრძნება, აი თითქოს სადაც თავისუფლად იგრძნობთ თავს, აი თითქოს ისეთი შეგრძნება მოდის, აი როგორ ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ თითქოს რაღაცნაირად ისევ შესაძლებელია ზოგიერთი ელოდებოდეთ ფინანსურ შემოსავალს, ანუ ფინანსებს ნახეთ, რომელსაც აუცილებლად მიიღებთ. ასევე შესაძლებელია ზოგიერთთან, ვინც ელოდებოდით თქვენს ადამიანს, აი თითქოს ნახეთ ისიც ზის და თქვენ გელოდებათ. აი რატომღაც ესე ამოვიდა. თქვენ კი ელოდებით მას, მაგრამ ისიც რაღაცნაირად თითქოს თქვენ გელოდებათ. ან თითქოს შესაძლებელია კიდე როგორი ინფორმაცია მოდის ამ არკანიდან, იცი? თითქოს რაღაცას ელოდება ისიც, რომ რაღაც შეიცვლება. ასევე შესაძლებელია როგორ ენერგიებში იყოთ ერთი კვირის განმავლობაში, იცით? თუ თქვენ ვერ ხედავდით გამოსავალს, გქონდათ რაღაც პრობლემა, საიდანაც ვერ ხედავდით გამოსავალს, თქვენ აუცილებლად ნახავთ გამოსავალს. აი თითქოს როგორ იცი, მზესავით გამოანათებს და მიხვდებით რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა შეცვალოთ, როგორ უნდა იმოქმედოთ. მოდი ახლა ვნახოთ თქვენი კარიერა, ფინანსები, რა ხდება ახლა თქვენთან და რა მოხდება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. როგორ ენერგიებში ხართ ახლა? ანუ კარიერა, სამსახური, ფინანსები, სწავლა. ვისაც რა გაქვთ და ვისთვისაც რა არის აქტუალური. ეხლა შესაძლებელია და იცით თქვენ როგორ ენერგიებში იყოთ? შესაძლებელია რაღაცის სწავლა გინდოდეთ, მაგრამ შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ არ გაქვთ საკმარისი ფინანსები. შესაძლებელია თითქოს აი თუ სამსახურში, აი მაშინ ზოგიერთი შესაძლებელია, როგორ თქვა, იცი, ძალიან დაღლილად გრძნობდეთ თავს. აი თითქოს როგორი შეგრძნება მოდის, იცით? ზოგიერთ შესაძლებელია იყოს ზოგიერთისთვის ეს ინფორმაცია. ანუ თქვენ სამსახურში არ გრძნობთ თავს კარგად, თითქოს თავს ვიტყუებ რაღაცნაირად ესეთი
შეგრძნება მოდის თითქოს ძალიან იღლებით, ძალიან სტრესულ სიტუაციაში შესაძლებელია მუშაობდეთ, რაც თქვენზე ძალიან მოქმედებს და ძალიან გხლით. თითქოს როგორც ძალიან ბევრ ენერგიას და ძალას ხარჯავთ. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი იყოთ ისეთ ენერგიებში, თითქოს რაღაცნაირად განახლების პროცესში იყოთ, თითქოს რაღაც სიახლეს ელოდებოდეთ. შესაძლებელია ვინმე მაგალითად ისწავლეთ აქ და ელოდებით თქვენს აღიარებას, როდის იქნება თქვენს ცხოვრებაში წარმატება, რაღაცნაირად ელოდებით ამას. ან შესაძლებელია, მოდის კიდე ესეთი ინფორმაციაც, რომ თქვენ შესაძლებელია გინდათ, რომ თქვენ რაც ისწავლეთ, გინდათ, რომ ეს ნასწავლი გასცეთ და სხვებსაც გაუზიაროთ რა. მოდი ვნახოთ, როგორი იქნება შემდეგი ერთი კვირა. კარიერა, ფინანსები და სამსახური. როგორი ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ იცით როგორი ენერგიებში იქნებით? დაისვენებთ. მაქსიმალურად ეცდებით, რომ ძალა და ენერგია მოაგროვოთ. რაღაცნაირად იცი როგორ შეგრძნება მოდის, თითქოს აღარ ინერვიულებთ. არ მიაქცევთ ყურადღებას ბევრ რამეს, რასაც აქამდე ნერვიულობდით, ეცდებით, რომ თქვენზე ამან გავლენა აღარ იქონიოს. თითქოს როგორ იცი, რაღაცნაირად მშვიდ ენერგიებში გადახვალთ. თითქოს ეცდებით, რომ ბალანსი დაიჭიროთ. როგორ იცი, თითქოს ზღვარი გაავლოთ პირადს და სამსახურს შორის და ასე შემდეგ. თითქოს საერთოდ ზოგადად ასე ანახეთ, როგორ ხდება. თანაბრად უნდა იყოს ყველაფერი ზომიერად. თუ პირად ურთიერთობაზე ბევრს ვფიქრობ და ძალიან ბევრ ენერგიას ახმარ, მერე ფინანსებში ისე არ არის, ასევე კარიერული კუთხითაც, თანაბრად უნდა გადაანაწილოთ თქვენი ენერგიები. თქვენ რა სიახლეები გელოდებათ შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თითქოს თქვენი სულის ჰარმონიას იპოვით, რაღაცნაირად სიმშვიდე მოდის თქვენთან. რაღაცნაირად დაელოდებით სიტუაციას, როდის დამშვიდდებით და თითქოს იცი როგორ, ზოგიერთი, თითქოს შესაძლებელია ზოგიერთი სადმე წახვიდეთ დასასვენებლად და განიტვირთოთ, რატომღაც ესეთი მოდის. და სამსახურეობრივად, თუ რამე ახალს გეგმავდით, ჯერ აქ ახალი არ ჩანს, იმიტომ რომ უფრო დასვენების პროცესში ხართ, რაღაცნაირად ენერგიებს აღიდგენთ რა. მოდი ახლა ვნახოთ. ფინანსები. როგორია ახლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა? და როგორი იქნება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. როგორია ახლა თქვენი ფინანსური მდგომარეობა? და როგორი იქნება ერთი კვირის განმავლობაში თქვენი ფინანსები? თქვენი ფინანსური მდგომარეობა ახლა შესაძლებელია როგორ იყოს, იცით? თითქოს შესაძლებელია ზოგიერთს რაღაც საკითხისთვის გჭირდებოდეთ თანხა, ყველას თავისი, მაგრამ შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ არ გაქვთ საკმარისად და თითქოს როგორ თქვა, იცი, ჩამოკიდებულ სიტუაციაში შესაძლებელია გრძნობდეთ თავს. როგორ თითქოს არ იცით რა უნდა გააკეთოთ და მხოლოდ თქვენზე არ არის დამოკიდებული, შესაძლებელია ზოგიერთი უკვე იმდენად დაიღალეთ, რომ რაღაცნაირად ღმერთს თხოვდეთ დახმარებას, თითქოს ღმერთო დამეხმარე, უკვე მე აღარ ვიცი რა შემიძლია გავაკეთო. შესაძლებელია ძალიან ემოციურად უდგებოდეთ ამ საკითხს, ემოციურად ძალიან მოქმედებდეს თქვენზე. და თითქოს შესაძლებელია ესეთი რაღაც კიდე, რომ ამდენ შესაძლებელია, იმიტომ მოგეხსენებათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს და ძალიან ბევრი ინფორმაცია მოდის, ყველამ თქვენი აიღეთ, სხვისას არ არის საჭირო, მიხვდებით თქვენ თვითონ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. შესაძლებელია ზოგიერთი ელოდებოდეთ სიახლეს, რაღაცნაირად ელოდებით, რომ რაღაც ახალი იქნება, რაღაც კარგი იქნება, რატომღაც ესეთი, თითქოს რაღაცის სწავლაც შესაძლებელია გინდოდეთ. თითქოს რაღაცნაირად მაინც ახალს ელოდებით, რა შესაძლებელია ახალ ფინანსურ წყაროს ელოდებოდეთ და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად იგრძნობთ თავს, სიყვარულით, ბედნიერებით და ენერგიებით შევსილი იქნებით. ასევე ფინანსებიც მოვა, რასაც ელოდებოდით.
აი თითქოს როგორი შეგრძნება, იცი, კმაყოფილად იგრძნობთ თავს. ნამდვილად მოდის თქვენთან ფინანსები. აი რაც თქვენ ძალიან კარგად გაგრძნობინებთ თავს, აი თითქოს დამშვიდდებით რაღაცნაირად. სიმშვიდე მოვა თქვენთან. მოდი ახლა ვნახოთ პირადი ურთიერთობა. რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში? რა ხდება ახლა თქვენთან პირად ურთიერთობაში? და რა მოხდება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში, როგორ განვითარდება მოვლენები? ნახოთ. თქვენთან პირად ურთიერთობაში ახლა იცით რა ხდება? შესაძლებელია ცოტა შეჩერებული სიტუაცია იყოს. ანუ უფრო დაფიქრების პერიოდი გქონდეთ თქვენც და მასაც. აი შესაძლებელია ახლა უფრო იყოთ ფინანსურ ენერგიაზე გადართული, ანუ ფინანსებზე უფრო ფიქრობდეთ, ფინანსების მოგროვებაზე. ასევე თითქოს ანაწილებთ, რომ არასწორად არ დახარჯოთ და თითქოს ელოდებით კიდევაც რაღაც შემოსავალს, აი რომელიც თქვენ გამოიმუშავეთ და გეკუთვნით და უნდა მიიღოთ. აი ესეთი ენერგია მოდის აქედან. აი ჩვენ გკითხეთ ახლა რა ხდება თქვენთან პირად ურთიერთობაში და პირად ურთიერთობაზეც ასე შეგვიძლია ეს წავიკითხოთ, რომ აი თქვენ თითქოს რაღაც თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ და ახლა თითქოს შედეგს ელოდებით ის რას გააკეთებს. აი რატომღაც ეს. და ასევე აი თითქოს კიდევ ასე რა სამომავლოდ რაღაც თქვენთვის ხართ, თქვენი საქმეებით ხართ დაკავებული, თითქოს დამშვიდდით უკვე, ნელ-ნელა მშვიდდებით და აღარ ნერვიულობთ რაღაცნაირად, თითქოს ელოდებით როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე შესაძლებელია რაღაცნაირად ზოგჯერ თითქოს გაურკვევლად გრძნობდეთ თავს, თითქოს არ იცით წინ რა გელოდებათ, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შეგრძნება გაქვთ თითქოს ისეთი, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს თქვენს ცხოვრებაში. აი რაღაცას მაინც გზას გაჰყურებთ და მოლოდინი გაქვთ. აი თითქოს რაღაც ახალი ამბავი გინდათ რომ გაიგოთ, თითქოს რაღაც სიახლე გინდათ რომ გაიგოთ. აი რაღაცის მოლოდინი გაქვთ, ელოდებით რაღაცას. და როგორ იქნება შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში? შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში აი თითქოს როგორ იქნებით, იცით? აღარ ინერვიულებთ, სრულიად მშვიდად იგრძნობთ თავს. აი თითქოს როგორ იცით, ბავშვურად ეცდებით, რომ ბავშვურად ლაღი და თავისუფალი იყოთ და ანუ თქვენი ეს ენერგიაც აღარ დახარჯოთ ამდენი ამ ნერვიულობაზე და დარდზე, რასაც აქამდე ნერვიულობდით. თითქოს როგორ ენერგიებში იქნებით კიდე იცით? თითქოს განახლებული შეიძლება იყოთ კიდე. რაღაცებს ისწავლით ამ ურთიერთობიდან, დაფიქრდებით, რაღაცებს გადააფასებთ. აი თითქოს კიდე იცი როგორი რაღაც არის? თითქოს ეს ადამიანიც რაღაცნაირად ელოდება, შესაძლებელია არ იყოს ფინანსურად სტაბილურად და რაღაც შემოსავალს ელოდებოდეს, თითქოს დგას და ფიქრობს, რომ აი რომ მივიდე რა შევთავაზო. რატომღაც ესეთი ენერგია წამოვიდა ამ ორგანიდან. ასევე აქაც თითქოს ყველაფერი იქნება ზომიერად. თქვენ იქნებით თქვენთვის სიმშვიდით გარემოცვლად. აი ნამდვილად ვერ ვიტყვი აქ, რომ თქვენ რაღაცაზე ინერვიულებთ. აი პირიქით მიხვდებით ბევრ რამეს დააფასებთ. ანუ კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდებით და საკმაოდ მშვიდად იგრძნობთ თავს. აი თითქოს არ ინერვიულებთ. კიდე რა სიახლეები? დავამატებ, იმიტომ რომ რაღაცა ხავს ვეცებ, ვიც არ ვიცი, აი თითქოს რაღაც მინდა რომ კარგი ინფორმაცია გითხრათ, იმიტომ რომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ანუ დადებითად განწყობილ ადამიანს ხვდებით. კიდევ რა შეიძლება, ანუ ესეთი თუ თქვენს ცხოვრებაში იყო ისეთი რაღაცა, რაც თქვენ აი გული გადკინათ, აი თითქოს თქვენი გული შუაზე გაიხლიჩა, აი რაღაცნაირად შესაძლებელია თქვენ ადამიანთან მოგივიდათ კამათი. აი თითქოს როგორ თქვა, აი მოწმინდილცაზე ჭექაქუხილივით იყო, აი რაღაცნაირად გულზე შეგეხოთ ეს სიტუაცია რა. თქვენ გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და ძალიან დამშვიდებულად იგრძნობთ თავს, აი როგორი შეგრძნება მოდის იცით ამ არკანიდან. აი თითქოს სიყვარულით გარემოცულად იგრძნობთ თავს. შესაძლებელია ზოგიერთი მოგგინდებათ, რომ სადმე წახვიდეთ დასასვენებლად ან ბუნებაში. რაღაც ბუნების ენერგიებით შეივსებით. აი თითქოს რასაც მანამდე ვერ ხედავდით, შეიძლება
მზის სხივების სილამაზე დაინახოთ. შესაძლებელია რაღაც აი ქუჩაში მიდიოდეთ სადმე და რაღაც ბუნებაში რაღაც სილამაზე დაინახოთ და აღმოაჩინოთ. რაღაცნაირად ბევრ ამაზე დაფიქრდებით, იცით? და მინდა გითხრა, რომ ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. და თითქოს აქ ჯერჯერობით ცვლილება არ ჩანს რამე ისეთი კონკრეტული. აი მაინც რაღაცნაირად ელოდებით, აი თითქოს საკუთარ თავს გზას თვითონ უნათებთ. აი რაღაცნაირად გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.